მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია პროგრესირებადი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თვალის პათოლოგიაა, რომლითაც მსოფლიოში 30-დან 50 მილიონამდე 50 წელს გადაცილებული ადამიანია დაავადებული. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, დაავადება აზიანებს თვალის ბადურა გარსის მაკულარულ არეს, რომელიც პასუხისმგებელია ცენტრალურ მხედველობაზე. არსებობს დაავადების მშრალი და სველი ფორმები, რომელთაგან პირველი უფრო ხშირი და შედარებით კეთილსაიმედო პროგნოზის მქონეა და აღენიშნება პაციენტთა 85-90%-ს. დაავადება როგორც წესი შეუმჩნევლად და უმტკივნეულოდ იწყება. ხდება ცენტრალური გამოსახულების გაბუნდოვნება, მოგვიანებით შესაძლოა გაჩნდეს მუქი ფერის ლაქები, მოხდეს სწორი ხაზების დეფორმირება, მკვეთრმა ფერებმა შეიძინონ გახუნებული და დამუქებული შეფერილობა. მხოლოდ ერთ თვალში მიმდინარე პროცესი დასაწყისში როგორც წესი შეუმჩნეველი რჩება პაციენტისთვის ჯანმრთელ თვალში შენარჩუნებული მკაფიო მხედველობის ფონზე. სწორედ ამიტომ რისკის ჯგუფში შემავალ პაციენტებს ესაჭიროებათ პერიოდული მონიტორინგი დაავადების დროულად დიაგნოსტირების მიზნით. მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის რისკ ფაქტორთა შორის პირველ ადგილზე არის ასაკი. სხვა რისკ ფაქტორებია მემკვიდრული განწყობა, არტერიული ჰიპერტენზია, თამბაქოს მოხმარება, სიმსუქნე და ადინამიური ცხოვრების რითმი, ღია ფერის თვალები. მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის მშრალი ფორმის დროს ხდება მეტაბოლიზმის ნარჩენი პროდუქტების დაგროვება ბადურას ქვეშ. აღნიშნულ დეპოზიციებს დრუზები ეწოდება და ისინი თვალის ფსკერზე მოსჩანს როგორც მცირე ზომის მოყვითალო ფერის ჩანართები. მხედველობის დაქვეითების ტემპი და ხარისხი ინდივიდუალურია. პროგნოზი უმეტესად კეთილსაიმედოა, თუმცა შემთხვევათა 10%-ში დაავადება შესაძლოა პროგრესირდეს სველ ფორმაში, ან განვითარდეს გეოგრაფიული ატროფია, რაც მხედველობის მნიშვნელოვანი და ხშირად შეუქცევადი დაქვეითების მიზეზი ხდება. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია რისკ ფაქტორების მაქსიმალური ელიმინაცია. საჭიროა პაციენტს დაენიშნოს დიეტა მდიდარი ბოსტნეულითა და თევზის პროდუქტებით, ასევე პერიოდულად ჩაუტარდეთ მკურნალობა ანტიოქსიდანტებით, მულტივიტამინებით, ლუთეინით, ზეაქსანტინით და ომეგა-3-ით მდიდარი საკვები დანამატებით. მნიშვნელოვანია აგრეთვე მაკულარული არის ფუნქციური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც შესაძლებელია ჩატარდეს სახლის პირობებშიც ამსლერის ბადის მეშვეობით. გამოკვლევა ტარდება ორივე თვალისთვის ცალ-ცალკე, 35-40 სანტიმეტრის დაშორებით საკითხავის სათვალით. პაციენტი აფიქსირებს მზერას ბადის ცენტრში არსებულ შავ წერტილზე. ნორმაში ყველა ხაზი სწორხაზოვანია, უჯრები თანაბარი ზომის, სრულად მოსჯანს ბადის ყველა მონაკვეთი. ნორმიდან ნებისმიერი გადახრის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ვინაიდან ეს დაავადების პროგრესირების და მის სველ ფორმაში გადასვლის მაუწყებელია. მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის სველი ფორმის დროს ხდება სისხლძარღვთა ენდოთელიუმის დისფაქტორების ჭარბი გამოთავისუფლება. შედეგად ჩნდებიან არასრულფასოვანი ანომალური ჟონვადის სისხლძარღვები, რომლებიც იჭრებიან ბადურას შრეებში და მისი შეშუპების და მასში სისხლშაქცევების განვითარების მიზეზი ხდებიან, რაც თავის მხრივ მხედველობის მნიშვნელოვანი, ზოგჯერ უეცარი და შეუქცევადი დაქვეითების მიზეზს წარმოადგენს. მხედველობის მაქსიმალური შენარჩუნების მიზნით მნიშვნელოვანია დროული და ადეკვატური მკურნალობა. მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს სისხლძარღვთა ენდოთელიუმის დისფაქტორების ინჰიბიტორების თვალში და ინტრავიტრიალური ინიექციები. პრეპარატი ახდენს მოლეკულების შებოჭვას, შედეგად მცირდება ანომალური სისხლძარღვების ზრდის ტემპი, ხდება მათი უკუ განვითარება, ასევე ჩქარდება შეშუპების გაწოვის პროცესი. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. მკურნალობის გარეშე დარჩენილ შემთხვევებში დაავადების აგრესიული მიმდინარეობისას საბოლოო გამოსავალი ცენტრალური მხედველობის მნიშვნელოვანი დაქვეითებაა.
მსგავსი სცენარით დაავადების ორივე თვალზე მიმდინარეობისას პაციენტის ცხოვრების ხარისხის მეტნაკლებად გაუმჯობესების მიზნით გამოიყენება სუსტად მხედველთა საკორექციო სხვადასხვა საშუალებები. უკანასკნელ წლებში კი დაინერგა მკურნალობის ახალი ინოვაციური მეთოდი მინი ტელესკოპის ინტრაოკულარული იმპლანტაცია, რაც დაავადებული თვალის მხედველობითი პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენის საშუალებას იძლევა. კლინიკა ოფთალმედი გისურვებთ ჯანმრთელობას.